Gargები ვარ, ქართველები ვარ, ყველაზე მაგრები, კახელები ვარ, რაც გარგები Danke! Moja! Kali gauş! Çoçkalı xar bıcı. Რაც გარგები ვართ, ქართველები ვართ, ყველაზე მაგრები, კახელები ვართ. ეგრეა, ყველაზე მაგრები, კახელები ვართ. კრავი ამომიგდეს, მაგუჯიშოებმა. მადლობა თქვენ რომ სულ არ მოგაძურს. ცოტა გავუძელი. სულ არ დამლეწეს ამ შობელ ძაღლებმა. სადა გვიახლოა? ო, ახლო. ხო და მე მიტანე და გადამაგდე რა. მოიცა ბიჭო, ჯერ გავიცნობ ერთმანეთს. ვაჟამ ქვია. მაგრამ მიჩეული ვარ და ჯობია ფხინკო დამეძახო. ფხინკო?
ხო, ფრინკო? ჯანო. მე რაღაცინე ზუჯო. აბა ვიტირო ამის დედა არ ვატირე. მანქანის ნომერი დავიმახსოვრე, შორს ვერ წავდა. რა? შენა გონია რომ მე იმად ძებნას დავუწყე? სულელი ხომ არ გონია? მაინც რა უნდოდა? ვიცი რომ. ვიცნობ რომ. ვერანახე რა კაცი ჭამიები იყო. არა ძმაო, გადამაგდე სანაგვეს. მაგას ყოველთვის მოვასწრებ. ახლა საავადმყოფოში გირჩევნია, 3 დღეში ახალშობილი ვით იქნება. რა? სიკვდილს გადამარჩინე და ახლა გინდა პროკურორის ხელში ჩამოგდო? საიდანო, რატომო, ვინ იყვნენო? არა მაქვს ძმაო მაგისითა. პირიმის ომის დროს ქირურგი პიროგოვი ავადმყოფებს მკურნალობდა მხოლოდ და მხოლოდ იოდით. ახლა არ მითხრა რომ პიროგოვზე მაგარი ხარ მედიცინაში. მოკლედ სახლში თიცეწასასმელი იოდი არა გაქვს? დიასახლის როდის გამაცნო? შარვალს რო ჩაეცვა მაშინ. რა არ მაცვია? შევწყვი კაცი და ეგ არის. დაწყნარდით. არ გიყურებთ ბატონო. მაშინ უმაღლეს დამთავრებული კაცი აგურის ქარხანაში მუშაობ ბრიგადირად. საიდან მოხდი ამ დასაკარგავში? მაშინ როცა საქართველოში სულ რაღაც სამინჟინერი მუშაობდა, ემაჩი ერთ-ერთი ბაბუა ჩემი იყო და სხვათა შორის ისიც აქ მუშაობდა ამ ქარხანაში. მერე პაპა შენი რომ მოკლეს ორნი დარჩნენ, არა? შენ საიდან იცი? ჩვენი პატარა საქართველოსთვის სამი ინჟინერი ძალიან ბევრია. ერთ-ერთს მოკლავდნენ, აბა რას ეზავნენ? ჯანო, სად მუშაობ? შენის მკითხე სად არ მიმუშავე? სად? ბათუმის დელფინარიუმში. ვაჟაბილზაშვილო, როდის იყო რომ შენ ასე ჩაგივლია ჩემში შკართან? სხვა დროს იყო ზიაშაქრო, ხომ ხედავ მარტო არა ვარ. გინდა ორნი იყავით და გინდა 10. შემეშლე ვარა მე თუ რა? მატარებელზე გვაგვიანდება ზიაშაქრო. აი ამ კაცს რო უყურე, სამსახურიდან ყოველდღე თითოაგური მოქონდა თან. გაახვდა გაზეთში ასე პურივი. და სიბერის დროს ეს სახლი წამოჭიმა, არა? ო. ფული თუ გაქვს? ჩაჭკივით. ნუ ვხაკურო, როცა იქნება შევხვდები და გავსორდებით. სად შევხვდებით? როდის? როცა იქნება. ჩემი აზრით შენ არ უნდა იყო ძალიან ცივი კაცი. არაფერი შეგეშალოს. ერთი მე თარსია. მეორე ვერი უჩივთ. მესამე საშინლად ვერ ვიტან როცა. აღარა საჭირო, საჭირო. ლიმონადი გახსენე. ფილის ვარჩაული. 20 წუთი აგვიადებს, გადაცვალ. რატომ გონია რომ მაინც და მაინც თბილისში მივდივარ? აბა? არა, პრინციპში თბილისშიც შეიძლება. იქ ცოლიც ამყავს და 3 ინგლისლეკვიც. რას გაიხარებენ შენ რომ ამ დღეში გნახავენ? ო, გაიხარებენ. მაგრამ ჩემს ცოლს რომ ახალი ქმარი ყავს, რომელიც სადაც დამინახავს ჯიბეზე იტაცებს ხოლმე ხელს. თითქოს იქ იარაღი ედოს. შეიძლება უდევს კიდეც, შენ რა სიტყვი? სოხუმთან როგორ აქვს აქ? სოხუმთან. გადასარევად. ბიძა მყავს იქ. მამის ძმა. მოწყინდებოდა უშენოდ. რაც კაცად ვიქეცი, სულ ორჯერ მქონდა მილიციასთან საქმე. ორჯერვე ბიძა ჩემის წყალობით. ოქრო კაცი. მე რომ მკითხო, არჩენ უნდა იყო ძალიან ცუდი კაცი. ღმერთთან დაგიფარო ახლა რომ გამიცნო.
თბილისის დროით 7 საათი და 40 რა წესია ბიჭო ეს? მე შენ საწოლში დამაწვილი, შენ არ არის ეს შენი საქმე. შენი ბიჭია? თინასი. საინფორმაციო განამ რაიონში ორი ადამიანი არღებულობს მონაწილეობას მესამის შექმნაში. ამჯერად უჩემოდ გავუდნენ ნიულად. ჭრილობები შეგიხურთ და ლოთი არა ვარ, დალოთივით დავიარები. გულში რამდენი ჭრილობა მაქვს და იარები. ამართლეს მისი სახლია. თინასი? აბა შენ მისი ტიკიტომარა ხარ. გმური ხარ? გუშინ ხომ მოგიყევი ბაბოჩებს? რა? ისიც ამ სახლში ცხოვრობდა. საღამოს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მარინა! მარინა! ბატონო გადმოდი! შენთვის მიყიდია ეს კოსტუმი და ეგარ. პარამეცეს დაიხურე. მოიცა. დაიხურე. ვაა, პოლ ნიუმან. ახალგაზრდა ჟურნალისტთა ბიჭების შეხვედრა. ბიჭებო, რა ხდება, არ მოდიხარ? კავშირი რესპუბლიკის კონკავშირის ცენტრალურ კომიტეტთან ერთად აცხადებს კონკურსს. კონკურსში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა პრესის, რადიოს და ტელევიზიის მუშაკებმა, რომელთა წლოვანება 35 წელს არ აღემატება. საკონკურსოდ უნდა გაიგზავნოს 1993 წლის იანვრიდან დღემდე გამოქვეყნებული მასალა. კონკურსში გამარჯვებული ავტორები ბიჭვინთის შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას და დაჯილდოვდებიან სიგელებით. მასალები 10 ნოემბრამდე უნდა გაიგზავნოს მისამართზე თბილისი 96, ლენინის ქუჩა 14, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი. რამდენიმე წუთი ჯაზის მოყვარულთათვის უკრავს ეროვნულ კანონს. აბა მე წავედი. ლაშა შენ მარინასთან იქნები. ჭურჭელი გარეცხეთ, მაგი და ალაგეთ. ჭკვიანად იყავ. ნახვამდის. ხინგო. იცი? რაც შენ უცნობ კაცს სიკეთე გამიკეთე. ამ ყველაფრისათვის შევძლებ როდესმე სამაგირო გადაგიხადო. ალბათ ვერაც მოდანურს დაელოდებ. წამოვიგვიანებთ. ვა, ეს ურემი თავისი დადის. კიდე ფრთები მოვაბად და გავაფრინოთ. ჯაჯაკი. ეს შიდა ხედია ბატონო. შემოდი. ხვდები. ბატონო ოთარ. ეს ის კაცია, გუში რომ გელაპარაკეთ. ერთ წუთით. მაჩიდაძე. ფროიძე. ძალიან სასიამოვნო. გაიცანით ჩვენი რესტავრატორები არიან. ფროიძე. ფროიძე. ბურჯანაძე. ოთარაშვილი. ფროიძე. დაბრძანდით. მაყვალა. სასტრაფოდ მომიძებნე მიქელაშვილი. მიქელაშვილს ზებნა არ სჭირდება. მიქელაშვილი მუდამ ადგილზეა. მოდი აქ. რა შესაქმე? აი ამ კაცმა უნდა შეგცვალოს. გაიცანი ამ ხანანი.
ჟორა ხაშურსკი. ჩანო ხაშმელი. ჟორა, შეიყვანი ამხანაგი საქმის კურსში. ხო მართლა? ვინიაშა გუში ნამათ. კელაშვილის პროდუქცია. რა ვქნა, რაც დამჭა ის მივეცი. ჩემი ბრიგადის აგური კი ურუგაშვილმა მოღუნა. და გააქანა წყალტუბოში არა? მე ხომ გითხარი რომ ამ ბანდიტის ბრიგადის აგური მხოლოდ რესტავრატორებს მიეძლია, კი ხომ გითხარი? საკუთარ თავს დააბრალა. ჩამწყდარან ამ ბატონის ციხეში და ცხურის გარეთ არ ყოფენ. მე გავაფრთხილე, რომ ერთი კაცი ყოველთვის გამოაყოლონ მანქანას. ხომ არ აჯობებს ჩვენ თვითონ დავდგეთ ღუმელთან. მე თუ მკითხავთ, სწორი ბრძანდებით. უნდა დადგეთ კიდეც. ცოტა თუ არ დატრიალდით, დღეს საქმე ისე არ გამოვა. მე ვერ გავიგე რა სერჩით ამ ჩვენს აგურს. ძალიან რომ ამაგრებთ ამ ციხე დარბაზს. ისელოდები. შაჰაბას თუ ნურვანყულს. მოიცა ჟორა. შენ ნუ ერავი თუთ მაგრამ ამ საქმეში. წაიყვანეთ ეს კაცი დოდოსთან კადრებში და საერთოდ. მიხეეთ ამ ხანაკს. საბაჰე, დატრიალეთ ახლა. აჩვენეთ ნიმუში. ეცამეტე საუკუნეა. იცი რას გეტყვი გოგი? მომეცი მეც თითო აგურზე თითო კვერცხი და არც დღეს გავაკეთებ ხوارეს. ზომები? რაოდენობა? გაიგეთ ხალხო, სამოდელო ნიმუშებს თქვენთვის ამზადებს მხოლოდ ჩემი ბრიგადა. ხელით. ყოველგვარი თანამედროვე ტექნიკის გარეშე. აი 60,000 ესეთი აგური და სამუდამო თავს დაგანებებთ. თქვენ ხომ არ გაგიჟდით ხალხო? ახალი ციხესიმაგრის აშენებას ხომ არ აპირებთ? ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ მინიმუმს და ფასადის მოპირკეთებისთვის. აი ნახეთ, ყველაფერი აქ არის გაანგარიშებული. ო, ხანდახან ქვევრებსაც ვაკეთებთ ხომ. ვინო ხო საქმე უნდა ჩაასხა. გამარჯობათ. გაგიმარჯოს. ვა, ამას აქ რა უნდა? ერთ კვირაში მაგას ნახავ იქით. სად? გამოჩენდა. ძიაჟორა მარტო რატომ ხარ? სულ მარტო არა. 40 წელია ამ კისერზეა აგურის განაწილება და ადგილზე მიტანა. მარტო ცოდო არა ხარ ძიაჟორა. ცოტა დამაცადე და ორ დღეში შენთან ვიქნები. ხომ გითხარი ფრინკო მარტო არ დამტოვებს მეთქი. ახებს ყურებს ერთ-ერთ თავის მუქთახორას და ტრიხ აქ არის. რომელ მუქთახორას? გამარჯობა. გაუმარჯოს. აი თონიდან შოთიპური თუ ამოუღია რომელის. აი შენ ამოგვიღია? ხო და ახლა მოგიწევ. ღუმელიდან აგურის გამოყება დაახლოებით იგივეა, გასაგებია? აბა ჩაიცვით ხელთათმანები და ყურადღებით მიყურეთ. რა გითხარით მე თქვენ? იცოდეთ. ორჯერ საერთოდ არაფერს ვიმეორე. სათითაოდ შემოხოთ, აბა წამოდი. მოიცა? შემოდი. ეჭი. ჩადი. შემდეგია. ჩარა. აიღე. ჩადი. შემდეგი. შემდეგი.
ციხის ხარისხი ისეთია, რომ აგურის გამძლეობაზე ლაბარაკის ასაცილოა. არ შრომის დისციპლინა ამაღალდონეზე. იცი რა ზგე? მე წესიგზე ისეთ მაკაც მაილაპარაკ. მოიცადე თუ გიმახარ. ასე არაფერი არ გამოვა ბატონო. გეგმას თუ ვერ შეასრულებ, არაფერი არ გამოვა. რა გეგმა, როცა იპარავენ ბატონო, იპარავენ აგურ და მე როგორც წუნს ისე აფორმებენ ხოლმე. რა ფორმებენ, ჩამოწერენ ხოლმე. მართალი. წყალდუბო გაიხსენე, წყალდუბო. ჯერ იყო და ტვინი წაიღეს აგური სად არისო? მერე კიდევ ის აგური სადგურზე ეყარა 4-ზე მეტხანს, აწინდა და ათოვდა. ლაბორატორიის დასული. ლაბორატორია შეეშვით, ლაბორატორიას თავიდანებეთ მე თქვენ გეუბნებით. მუშინდელი ხლაპები. არაფრის მაგნისები არ არიან და სწავლაც არ უნდა. გამარა შენ გაჩუმდები თუ არ გაჩუმდები? ისიდორე, შენი ხმა არ გამიგონა იცოდე? ქალაგრამ, ბაზარი ხომ არ გონია? შენ მიკითხავს ის ბავშვები სწავლობენ თუ არ სწავლობენ? დააგრძელეთ დოჩიაშვილო. დიახ, იმას მოგახსენებდით ამხანაგებო. მეტეხის ციხე, ძველი შუამთა, გრემი, გურჯაანის ბაზილიკა, ჩვენს ქარხანაში გამომწვარი აგურით არის ნაშენები და არაფერი უჭირთ. დღესაც დგანან. სამწუხაროდ ისტორიას არავითარი დოკუმენტაცია არ შემოუნახავს წუნის არსებობის შესახებ. დიახ, აი ასე ამხანაგებო. სხვათა შორის აგური ურმებით გადაგქონდათ. მზეში და თოლში, წვიმაში და ქარში. მაშინ, როდესაც ქართველ კაცს ცალ ხელში ხმალი ეჭირა, მეორეში თოხი იბრძოდა, შრომობდა და ქურდობისთვის არ ეცალა. დღეს, როდესაც ჩვენს რესპუბლიკაში ამუშავდა მძლავრი აგურის ქარხნები, ჩვენი წარმოება ერთ-ერთი უძველესი საქართველოში დატოვეს მაღალხარისხოვანი აგურის გამოსაწვავად. და ჩვენ ეს პატივი და ნდობა უნდა გავამართლოთ ოთარ დავიდოვიჩის ხელმძღვანელობით. რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ. ყველაზე კარგები, კახელები ვართ. ყველაზე მაგრები, კახელები ვართ. ეგრეა. რაც კარგი. ახლა შეჭუდა უმსგავსო საქციელი ამხანაგო მიხელაშვილო. იცი თუ რასად იმყოფები? ახურაგერები. აბატონო, რა პირობებში გვიწევს მუშაობა? ოთარ დავიდოვიჩი, წინადადება შემომაქვს. მიქელაშვილის საკითხი პირველსავე კრებაზე გავიტანოთ. რამდენი ხანი არა ჩვენს ქარხანაში მუშაობ ამხანაგო დოჩიაშვილო? ვერ გავიგე? რა ვერ გაიგე კაცო? მე გეკითხები, რამდენი წლის მუშაობის სტაჟი გაქვს მეთქი ჩვენს ქარხანაში? 1 წელს არ არის. თუ არ ვსწრები. ხო? აი მიქელაშვილი კი ნახევარი საუკუნეა ამ ქარხანაში მუშაობს. და 5 წელია მუხდასოკელი მოითხოვ და პენსიას გავუშვათ. ვერ უშავ ბატონო. კადრები არ ყავთ აიხტო. თოგი მადლობს ბაგირად შავ და ფაზე გამოვკიდეთ. და საერთოდ ვის რას იშტილდება ის შავი დაფა? მაღალა! გისმენ? ჩავიდა თეთრი აბანოში გამოჩნდება. შენ რაღაცინებს? მეცინება და რა ვქნა? დავასაე ცოტა. შენთვისაც მოვიცლი. დააგზავნე დოჩიაშვილო. მე უკვე დავამთავრე ბატონო. გასხეთ. რა ფეხები გებლანდება? ამოწნარად. კინგო. ოიცა რა? let's მოვდივარ ზიაჟორასთან ფეხბურთის საყურებლად. ჩვენ რო კინოში მივდივართ, ამბობენ მაგარი დეტექტივია, წამო. გაგიჟდი? სიბნელეში დავჭირდა და ვიღაცის ცხოვრებას უყურო 2 საათი. სტუდენტი ხომ არ გონიო? რაში კარგავ დროს, აღადრო ჩვენი გინო. შენ რა ძუნწი ყოფილ ხარ, ბიჭო? 2 საათის გენანებას ხუსის რომ დაკარგო. დავედი. გამარჯობა.
ხაბატონო ბოდიშვილი რომ გაწყვეტ. თქვენ მიცით რომ ამ ქვეყანაზე რაც კარგები ვართ ქართველები ვართ და იმათ შორის ყველაზე მაგრები კახია. ეს არ დაგიგე. მე-12 საუკუნე. ხედავ რამხელა განსხვავება. ჩვენ მეც არაფერს არ ვითხოვთ, ხენგო. ეგრე ბატონ ოთარს რამენაირად დაუხსნა რომ 6000 წალი ამ ზომის აგური გჭირდება. ეს მიზნელია ეს თქვენთვის, მაგრამ სხვანაირად საქმე არ გამოდის, ნო. აი აქ სხვა ზომის აგური არ ჯდება. არცად. საერთოდ. ავიდეთ. ნახე, აქაც იგივე მდგომარეობა. დავქნა. ხენგო, ესმის, ნო. მოდი. აი ნახე. რასაც აქ ჩამონგრეულ ადგილებს ხედავ, სულ ამ ზომის აგურით არის აღსადგენი. აი ეს არის ქართული აგური. გაიგეთ? შენ გაიგე? მაშ. მირზაშვილი დირექტორთან. მალე მო არაფერი არ გამოვა. მე ამ კაცის მანქანაზე აღარ დავჯდები. ისევ რაღაც უბედურებას გადავეყრები და შარისთან აბა რა ვქნათ, ჰა? როცა კაც დედავათ ახავს და სამანტყოფოში ეწასაყვან. ო, სხვათა შორის გაბოს დედა 86 წლისა. ახლა სადღაც რაღაცა ეთკინება. მაგრამ მე ვიცი რომ გუშინ საღამოს ზიაჟურასთან სტუმრად იყო. სუყოლას მოუგო ლოტოში და სანამ ტელევიზორში ჰიმნი არ დაუკრა, სახლში არ წავიდა. ორთან მოუსტაკედან. ორთან მოუსტეთ მეთქი აქედან. ხანი ბეღი არ ნახვა! ჩემთან კაბინეტში! სხვათა შორის წუხელ დედაჩემა 87 კაპიკი წააგო. დედას რომ კლავ ყოველდღე არ წვენია ბიჭო. მიშველე რა კაცი არა ხარ. სამი რეპეტიცია ისედაც გავაცდილი. და კალკი მამროლიდან თუ მომხსნა მიმიფურთხებია მე ამაგურებისათვის, მიმიფურთხებია გეგმისათვის და საერთოდ ყველაფრისათვის. აპიესად და ოტელოს. აკი მახარაძე ოტელოს უბერავს, ხო? აბა რა სიზამს. მოიცა. შენ რას თამაშობ? კასიოს? ეგრე არის. აი მომეც გასაგებ მომეც. ოღონდ უკანასკნელად გესმის? მიქელ კაციო, ჩემზე იყოს. Сережа. Здравствуйте. Гамарджан Геннадьевич. Амка, смотри. Маша. Маша, может, встретимся возле тира? Возле тира не моя квартира. Привет, Гамарджан. Синько.
როგორი ბიჭი მოგვიყვანე? გადასარევი. Возле тира. Опа! Абагада. Опа. ხინკო მე შესმეტი არავინ არ ამყავს. ჯერ კიდევ მაშინ როცა ჩვენი პაპები ერთად ცხოვრობდნენ. მოწვალო. პირდაპირ მითხარია შეესაბამება. ოპა! ჯანუ შენი მეგობარია. გასაგები. რა მოწოლობა ხომ არ გთხოვ? როდემდე ვიყო მარტო. ტენიგო. შენიშნა გოგო მარტო არასოდეს არ იქნება. აუ რა კარგი დღე არის, აუ რამდენი ქალია, ტირში მოვიგე, ტირში. ხვალდილით რესტავრატორებთან მივგრიალებ და შენი ნახელავი ქართული აგური მიმაქვს. მოიტაჭიქები. მე დღეს მივდივარ თბილისში. ჩემი მწვრთნელის გარდაცვალების დღეა. როგორია საქმე? საქმე? გადასარევად. ზიაჟორა ოქრო კაცია. დანარჩენებსაც არ აუშავთ. მოიტაჭიქები. დალევას არ დაგაძანებ. ცოტა ჩქარა. ჭიკაჭიკაზე მომიჭახუნე. ხინგო რაღაც მინდა გითხრა, ოღონდ არ ამცემი. ცოლი მომყავს. ო. თინა. ერთი შენი სიტყვა და ჩავშლი ამ საქმეს. მე რა შუაში ვარ. ოღონდ ერთი რამე ვიცოდე, თინას მოტყუება არ შეიძლება. იცი. უკვე ბევრჯერ მოატყუეს, არა? არაფერი არ იცი შენ. ხომ არ გონია ჭუქში ვზივა? იცის თინა ვინ არის ლაშას მამა? მე რა ერთხელ შეყმაში ვინც ეკითხრა? ბევრისთვის მომიწევდა კვების ჩამოღება. გარდა ამისა, სულ ფეხებზე მკიდია რა შეჭრაობენ ამ სოფელში. მე მიყვარს ის ხალი, მორჩა და გათავდა. მე მგონი არც ის უნდა იყოს გულგრილი. ხვერთ მაგნას. ხოდა მოემზადე. იცოდე თამადა ხარ. არ სვამო არ გამაგონ. აბა შენს ჩამოსვლას და ჩემს დახოდრას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ყველაზე მაგრები, კახელები ვართ. აა
ისე ბანდიტო აგურის ქარხნიდან მოაღწიეს ახლამდე. ორ დღეს დავრჩები დედა. მოგაგონდა დედა. როგორაა საქმე ამთავრებ? ხშია. გელივით. ახლავე. ხო, მართლა. შენი ბოლო წიგნი ავტოგრაფი ჩვენს დირექტორს უნდა ჩაუტანო. თავისი შვილიშვილისთვის. საინტერესოა, მე როდის ღავეღირსები შვილიშვილს. ცოტაც მაცალი და ჩაგიმწკრივებ ფეხბურთის გუნდს. მე ვნახოთ რაღაც დაძრ. არ დაუროკიათ? დარეგეს. ომიაძემ დარეკა. მერე გია გვარამიამ დარეკა. კიდე ვიღაცამ დარეკა და ხმაზე ვერ ვიცანი. არა, მაინც რისთვის იკრიბებით ცხვირმონგრეული ბანდიტები. რას ეიმობთ ამისთანაც? შეწირული კაცი იყო ეგ თქვენი ჩხუბის მასწავლებელი. გამარჯობა, ფიცრე. რა მოხდა ხალხო, ა? სხვა პირდაპირ ჩამოგდირით, პანაშვიდზე ხომ არა ხარ? ვაჟა, შენ მაინც მითხარი რა მოხდა? არ იციო. რა უნდა ვიცოდე, ეს წუთია თბილისიდან ჩამოვედი. აუ, თქვა ის შენი აფერისტი. ვინ აფერისტი? ენა და ჯანა. როგორ თვაუთხდა? როგორ დაჭრელა? გაქრა, აღარ არის კაცი. და შენი ნაწოლები აგურით ზედ მიხვა. რა ნაწოლები? აი რესტავრაციაზე რომ მიხონდა ისინი. რამ გამოგაშტერა ბიჭო? არც შენი ძმაკაცი ჩავიდა რესტავრატორებთან და არც აგი. მე კი სულელი პრემიას ველოდებოდი თქვენ ხელს. აგურით ადრა გაქრა, სახში ხوار წაიღებდა. ჯანდაბაჭი. მაგის დარდინო გაქვს შენ. გამოუნახავდა ემაგურს ბადროს. მოგატყუ. შეიგნე გასო. იქნებ რამე შეემთხვა. ის შეემთხვა რომ ყალბის საბუთები დატოვა კადრებში. ვერაფერი ვერ გავიგე. ყველაფერს გაიგებ დირექტორთან შეხო. დილიდან გელოდება. ესე იგი, დღეს რო შევუდგებით ამ საქმეს. მე უკვე შევუდექი ბატონო ოთარ. სამ დღეში ანზორი ჩამოვა და დაიწყებს გამოძიებას. ანზორი სად არის? დაში ასული სანადირო. შენ გაჩუმდი. შენი ხმა არ გადიგონო, სანამ რამეს არ კითხა. გამოძიებას რა უნდა მთაში? ქალაქი მტაცებლებით აისო. ხომ გითხარით, ანზორი შვებულებაშია ბატონო ოთარ. სადაც უნდა იქინადირებს. სამ დღეში მე გავარკვევ ყველაფერს. შენ საქმეს გაარკვევს მილიციის ორგანოები. შეეკითხე გოჩა რაც გაინტერესებს და გავიდეს აქედან.
სადიპოვე ბიჭო? ეს ჯანო ფრუიძე. უპასუხე. მინდორში. ხედავთ? შენ სერიოზულად გეკითხებიან. საიდან მოიყვანა ეს აფერისტი? ყალბის ამბებით. მოიცა. და საერთოდ, საიდან გამოგეხავ ხოლმე ასეთ ტიპებს? ჯერ იყო და მოათრია ის როგორი იყო? მე ჭურჭლიშვილი. მე ჭურჭლიშვილი. ხო. რომელმაც ერთ კვირაში მთელი ბრიგადა მეთევზევა აქცია. შემდეგ ამ მუშებს ბინარის პირას დაძებდით. შემდეგ ის დარკვილი არსენიშვილი ტიმიკოს ვარ რომ იცახდა. კიდე ამ მთელი გახადა აგვიპეთქა. ეს ბანდიტი, ოხერი და აფერისტი. არ ვიცი რა ქვია მას, რა ქვია აბას. და პოლონას თაღლითები, უპასუხე უფროს. გოჩა, გარეთ გავიდე და ყველაფერს მოგიყვები. ხომ ხედავ აქ სიტყვის თქმას არ მაცლია. სიტყვას სასამართლოზე გათქმევინებენ. ხო, მართლა. ეს თქვენ შვილიშვილს ავტორისგან. გოჩა, გელოდები. არ მინდოდა მეთქვა ფრენკო, მაგრამ 300 მონეთი მე გამომართვა. 300 გელაშვილს. ქორწილისთვის მჭირდება. თინამ თუ იცის? ალბათ იცის. ძიაჟორა ისეთ სახე ქონდა, კეთილი თვალები. უსინდისოს არ გავდა, იქნებ რამე ხიფათი შეემეცა. კარგია. აგე? გოჩა! მართლა მეტი არაფერი არ იცი? მართლა. გაუნძებელი 19-ში იქნება? 19-ში. ხო და 3 დღეში მეც ყველაფერს მოვაგვარებ. მიწის ქვეშ რომ იყოს ვიპოვი და ამოვიყვან. მოვიდა ჯექი. დავრჩები ცოტა ხანს. გოჩა, თუ ძმა ხარ, თინას უნდა გკითხავთ. დამიჯერე მან მართლა არაფერი არ იცის. ო, კარგი. სამ დღეში აქ ვარ. კარგი. დედა სახშია? სახშია. გვაცალიეს. კუკური, მე ვარ, ფხინკო. შენ ახარ ბანდიტო, როგორ არის საქმე? ცოლს ხომ არ თხოვლობ? კუკური, მე რეაგიხსნი ყველაფერს, ახლა ძალიან მეჩქარება. სასტრაფოდ უნდა გამიგო, ვის ეკუთვნის ჟიგული 52-39 გერჩე. ავარია ხომ არ მოგივიდა? არა, არავითარი ავარია, სულ სხვა საქმეა. 10 წუთში დარეკე. ალო? ჟიგული 52-39 გერჩეს მფლობელის მისამართია ბათუმი. კონკავშირის 5. მირიან გოგენი.
რას მიქარავ შენ აქ? ყეშხაბარა გონია თავი. აბა გამარეკე მარცხნივ. იქ მოგელაპარაკები დიდ მუხასთან, ზაჯარედინზე. არ შემიძლია გოგია, ძალიან მეჩქარება. უნდა მაპატიო. ო? გაპატიო? იქნებ მგონია რომ ვერ გიცანი. ორჯერ ხო დამიძვერი ხელიდან. ბანდიტი ხარ შენ აგურის ქარხნიდან. პაპა შენ მაგაპატიო სახლში. როგორ ძმას ისე ვთქო, საქმეს რომ მორჩები მე თვითონ მოვალ შენთან განყოფილებაში. აბა გამარეკე სადაც გეუბნებიან. ვინა შენ დასაცინი? ჯერ კაცი შვილს არ დაუცინია ჩემთვის. შენი გამიხდებისთანა. აბა გამარეკე დიდ მუხასთან. სანამ არ დამიხვრეტი ასაბურავები. ჩარაბეთი. გოგია მე ფაბიშვილი შენ ფაულ გამარჯობათ. გამარჯობათ. მერიანი სახშია? ვითომ არ იცით რომ შინ არ არის? რა უნდა ვიცოდე, ეს უთია თბილისიდან ჩავმოვიდე. მაშინ მოგწანდით. მაინც რა მოხდა, სად არის? ჩემთვის ისიც საკმარისია რომ ვიცი ვისთანაც არის. მაინც და მაინც რატომ ფიქრობთ? იქნებ საქმე გამოუშვათ და გავარდა მანქანით. სადღაა მანქანა? გაყიდა. ჩანს მართლაც ახალი ჩამოსული ხართ. თორნიკე. მამიკოა? ყოფილი მამიკო, შეგიძლიათ გადასცეთ თქვენს მეგობარს. არ იკითხავთ ვისთან არის? იმ ქარაფშუტასთან. ქალის სახელს რომ შეგაძულებს. ვინა ამისთან? ყოველ ზაფხულს ჩვენთან ქირაობდა ოთახს. ვითომ ქმართან ერთად ისვენებდა აქ. ჩუმჩუმელა კახბა. თანაც პოეტად ასახებდა თავს. გაგიგონიათ ასეთი პოეტესა. ქეთი სართანია. არა, არ გამიგია. მანქანა ვის მიყიდა? არ ვიცი. ყოველ დღე მაგ მანქანის მყიდველებით იყო სახლი გაჭედილი. ის დღე დაიქცა, როცა ეგ მანქანა ლატარიაში მოვიქეთ. აბადეთ, მე არაფერი ვიცოდი. თქვენ მოგელოთ. დაბრუნდება. არავის არ სჭირდება იმისი დაბრუნება. ძმები ხომ არ ახარ? Папхинко, бандитский кирпичного завода! გამარჯობა გუგო. რა იყო რა მოხდა? სასტრაფოდ გჭირდება მირიან გოგიტიძე, სად შეიძლება ნახოს კაცმა? ცოლის ნათესავი ხომ არა? არა. მანქანის ამბავია. მე 20 კილომეტრზე მეთევზესთან იქნება, ქოხში. ხასანას იკითხავ ყველა მის. საცარო მღერია სიმღერა ის კაცი ცხოვრებაში სულოდა საღამოშვიდობისა კეთ
Привет. Привет. Паатам გამოგზავნათ? რა შვება? ისევ სვამს? ხარებთ. მერთო ჩემო ეს რა ჩავიდი. დაიღუპება ის საწოდავი და დამნაშავე მე ვიქნები. როცა ლამაზი მოგწონს პაატამ ღერის. ყველასთვის საყვარელი და სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ თბილისში. კარულია რასაც არ უმეფერია სიმღერა სკაცობრებაში ზოგადად ჩაგარო ხომ გამომგზავნა საქმე მოგშენთან. გვერდზე გავიდეთ. და მინდობილობით მივეცი. მესტიაში ცხოვრობს. გარსევან ჭკადობა. ოენის დირექტორია. რა საქმე გაქვს იმასთან? ძელი ამბავია სხვა დროს მოგება. ჩემთან სახლში თუ ვიყავ. როგორია? ჩემი ბიჭები თუ ნახ. ნახ. გლეჯავენ და ლეწამენ ყველაფერს. ამას რა არ ვიცი. სიმთვრალეში ვეფიცებოდი, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია მეტ. საცემი არა ვარ. თუ გინდა მევცდი. რა? არა. ცემას კი არა. შენ ახლა ფაცხაში წადე. ვითომ საუზმის მოსატანად. უკან რო დაბრუნდები ეს აქ აღარ იქნება. სად მიდის? სათოხლავთ. აი აქ მაგ მაგის თოხლი დასმა. აბაჩქა რა იღე შენი ბარგი ბარხანი და მომყევი. იცოდე. პატას რამე დაემართეს. თავს არ მიწევს. დავედი. ნახევარსაათში ბათუმი თბილისი ჩამოვიდეს. სადგურთან ჩამოხვალ, ოღონდ სწრაფად. მე მომდევარ. მირიანი? მირიანი ახლა გიჟივით გარბის სახლისკენ. რა? იმ სიტყვების მერე რასაც ის მე მეუბნებოდა. მოდი და ემბიამის მერე მამაკაცებს. მართავით. მოვიდა. დიდი ხანი არ მოსულა. 10 წუთი დააგვიანა, აი. გამარჯობა.
აგიმატოს. ერთი ჭიქა დაგვილია. არა. გამემშვიდობის. კარგად გახონს. მესამე თვეა, წილი აღარ მაქვს და მოსვენება. დაანებე თავი აქ მუშაობას, წამომყევი მთაში. იქ დიდი სახლი მაქვს. მარტო მე და დედა ჩემი ვცხოვრობთ. შენ იქნები მესამე. რა შემჭირდება შენისა? მე მარტო 3 ოთახი მაქვს. საძინებელი, სასადილო და კაბინეტი. მარტო 3 ოთახი. გესმის? დედა ჩემი ისეთ აჯიკას აკეთებს, რომ თითებს ჩაიგნედა. მე არ მიყვარს აჯიკა. ვისაც უყვარს იმან ჭამოს დიდი კობზით. გოგო. ბიჭო, მაგარა ჩამივარდა ტალახში მიშველი. მერე რა გაცინო? აბა რა ვქნა ვიტირო? ავტოინსპექციას ხომ არ ეთესებოდი? ხო, კარიერიდან დავუშვი და პირდაპირ ტალახში ამოვყავი თავი. გმადლობ. გაიხარე შვილი. ოჩა. ეს ვინ არის? დიასახლისია ჩვენ. საწყალ მამამის ამოხმენდა ხოლმე ჩვენთან. პოსტა და პროდუქტი. ერთ ფრენზე მუშაობდა შტურმანად. მაგარი ბიჭი იყო. რაღა ბევრი გავაგრძელო. ძლიერ ქარიშხალში მოვა. კლდეს შეასკდა და შეიწყალოს. შესამდობარი იყოს. შეიწყალოს. მეგობნები. არავინ არ ხავს. დედამ მშობიარობას გადახოლია. მამამისი ზრდიდა. ჩვენ რა ხალხი არა ვართ. თუ შეიძლება ერთს ვიტყვი. ძად ვიგენაცვა. ბიჭო, გინ დაიჯერეთ, გინ არა. ნახევარი ქვეყანა შემოვლილი მაქვს და ასეთი გოგო არსად არ მინახავს. არა, მართალს არ ვაყობ. არ მინახავს კი არა. ისეთი გრძნობა მაქვს. თითქოს დიდი ხანი არ აცვლის. ბავშვი. გამარჯობა.
მოსერ. დარაჯი. რამე რო იყოს ასეთ ტიპს როგორც მე ვარ, ცოლად თუ გახვალოთ. მე სასწრაფოდ სვანეთში მივდივარ. ხა 5 საათზე თბილისში დაგრი. ვერაცე. ახალი ფილარმონია ხომ იცი, მრგვალი შენობა. იქვე ქალის ქანდაკება დგას გაშლილი ხელებით. ხვალ საღამოს 5 საათზე მოხვალ? ბიჭებო, სასაკლაო საით არის 12? ის ეძება. დირექტორს. ძალიან გიჭირთ პასუხის გაცემა. რა თქინდა გარსევანი, რა საქმე გაქვს იმასთან? ეგ მე ვიცი. მე ჩვენ რა ვიცით, შენ ვინ ახარ ან რა გინდა? დალევ რამის. რა უნდა დავლევ, ვერ ახედავს საჭესამოსი ვარ. ხო მართლა მურთაზი აქ არის ჯაჭვლიანი. ჩემი მეგობარი ადრე წყალბურს ამოშობდა თუ გახსოვთ. ჩემი მკვიდრი ბიძაშვილია. ხო? ხო. სასაკლაო ქოითა. კოშკის უკან. გამარჯობა, ბატონო გასი. ვერ მიცანით? რომ მეცნე სახელით მეწოდინებოდა შენი. მე ისე ვარ, ამ ერთი თვის უკან ჯანოს რომ მივეშვი. თბილისთან. არა, მილიციიდან არა ვარ. მე იმ კაცის მისამართი მინდა თქვენ რომ კლავდით. კარგად მომისმინე ბიჭო, რასაც გეტყვი. მე ჩემი მანქანით 2 წელიწადია მესტიდან არსად არ გავცულ ვარ. მხოლოდ ერთხელ ვიყავით ყვარჩელში. შენ ამბობ რომ ჩვენ ვიღაცას ვკლავდით. რაღაც არ მაკუნდება. მაგრამ თუ ვკლავდით ვინმეს, ალბათ იყო მიზეზი. რაც არც შენი საქმეა და არც სხვისი. მე ყველაფერი გითხარი. გავიშტამ დესაჯი წვახ. მეწყფეა? ხო. გარსევანს ეხეთ ხელდეჯეა. ხო. ამერე ხოაჩედა. ეზა, ჩუმი ხა. ხო.
გამარჯობათ. გამარჯობათ. თქვენ გაგახარათ მართლა. რამდენი ვირბინე თქვენ ზებნაში? ჩვენთან ჩამოხვედი? კი. უნდა აღვნიშნოთ. მანქანით რო ვარ? დღეს სტუმარი ხარ ჩვენი. თვალს თუ ფხიზელს კაციშვილი ხელს ვერ გახლებს. სორთმან, აღე. მირიანმა მითხრა რომ მანქანა თქვენ მოყიდათ. ეს რო გავიგე ბათუმი და პირდაპირ არ გამოვარდი. გარსევანი ვნახე უკვე, მაგრამ ვერ გავიგე. ან არ მიცნო, ან მართლა ვერ მიცნო. ბიჭო, მოკლედ თქვენი იმედი გამაქვს. მარტო ის მითხარით, საიდან არის და რა ქვია და პირობას გაძლევთ. თქვენ დაწყებულ საქმეს მე დავამთავრებ. ცამაგაც. ხინკალი ჭამე გაცივდება. ჩვენ არ გვაინტერესებს შენი ამბავი. შენ რა გაინტერესებს ჩვენი? გამომძიებელი ხარ? არა, გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ მაინც მაინტერესებს. მაშინ იცი რას გეტყვი? დღეს ჩვენთან კინოში ახალ ენდურ ფილმს უჩვენებენ. აი, ამბავი. თანაც გრძელ-გრძელი სიმღერებით. წადი და ნახე. წავალ და ვნახავ. ხამის გასათევი თუ არ გექვს წამოდი ჩემთან. ამ სორთმანთან. გმადლობ, დღეს უნდა დავუბრუნო. ალჩეთ, ალჩეთ. აბა კარგად. ეს მამალეს ბოინს ვერდი. ჩვენზე რამდენი? გადახდილია. მე გეტყვი სად ცხოვრობს ის კაცი. ვინ ჯანო? იმას ჯანო არ ჰქვია. შენ საიდანაც? ვიცი. მას შენი გულისთვის ცემდნენ იმ არ არის ეგ შენი საქმე. იმისი ნამდვილი სახელი და გვარია რობერტ ბაგრატაშვილი. ცხოვრობს კახეთში, სოფელ ზემო ქორში. გარსევანმა არ უნდა იცოდეს ეს. არც ამათ არ მინდა სიბერეში ცოდვა დაიდოს. გარსევანი შენი ძმა? არა, მამა.
ფხინკო რაც კარგები ვართ ქართველები ვართ ვისაც შენი დანახვა არ გაუხარდა ძაღლი მიაკუდეს სულში მამის საფლავს გეფიცები ოჰო მართალი ხარ ძელი გერგება შენ ვარა მე მოგნახავდი დაკახე მე რომ წელისთვის არ მოვსულ ვარ მარისთვის დაჭერას ხომ არ მიდირებ არა ციხეში კაცი იმედით ცოცხლობს იქ რომ გაგიშვა ის ხალხი მეწოდება რწმენას მოუსპობ მაშ რა გინდა კარგად მომესმენე ბიჭო ჯერ ერთი ისაგური როგორც გააკრე ისე გააჩინე და ადგილზე ჩააბარე ცოტა უნდა იჩქარო სანამ გამომძიებელი ოფიციალურ ძიებას დაიწყებს ხომ ხვდები რომ ასე უკეთესია შენთვის გასაგებია დღესვე მიიღებენ აგურს სხვა რა გინდა ცემა მინდა შენი ეგ არც ისე ადვილია ფხინკო თუ ბუჩქებში სამი კაცი არ აკყავს დამალული მარტო ვარ რობერტ გადაგაგდო სანაგვეზე მოგკლავ შედამბა გადი ბიჭო შაედი აი რა მოხდა რობერტა ბაგრატაშვილს აღკლამდა უფრო ჩავლეთ ენეგნები შეკითხებზე არ გასუხობს კარგი რა გაუშვითო სახელი გვარი მისამართი ვაჟა მირზაშვილი თბილისი არსენას 2 აგურის ქარხნის მუშა ბრიგადირი სასწრაფოდ უნდა გამშო თბილისში ზუსტად 5 საათზე ფილარმონიასთან გოგონა მელოდება სოფლიდანაა ჩამოსული და თბილისში ჩემს მეც არავის იცნობს პაემაზე გაგვიანდება შეაგდეთ ხარს იქით საბუთები მარტო ეს ამქს ხუთსაათზე ფილარმონიასთან გოგონა მელოდება სოფლიდანაა ჩამოსული და 5-მდე ჯერ კიდე 2 საათია გეცვალე იგეთ პაემას მოგიწევ რომ მთელი ცხოვრება დაგაწყდეს ვენახში გიმუშავნია შენ არა 10 დღე რომ მოფლად დაიყურები შეიძლება 15-იც მე ვნახოთ როგორ აჭიკჭიკდები მაინც რას ერჩოლები ჩვენ კაცს ღირსი იყო და იმიტომ ეგ მეც ვიცი რომ ღირსი იქნებოდა მაინც ალბათ ხალი გული თვიდა რა დამარაკინე თუ შეიძლება ცხელი ხაშლამა ხომ არ მიგვერთვა დროებით დაკავების იზოლატორში ამიტომ როდარე კოი მითობ რა იქნება ჰა გაიოს დარეკე ხო თბილისი დამაკავშირეთ 93 50 48 მილიციიდან დიახ სასწრაფო დავეცდი აბა რას ვიზამ სასწრაფო ბიჭო თქვენს ხელში არა ვარ მოდი ჩავსხდეთ მანქანაში გავარდეთ თბილისში შევხვდეთ ჩემს საცოლეს მე უკან დავუბრუნდეთ და ჩამაბარეთ იმ თქვენ მოსამართლებაშენს საიდანაა შენ საცოლე გუნდიდან პირველად მესმის მეც პირველად გავიგე ახალი დასახლება მთებში შემთხვევით მოვხვდი იმ სოფელში ხო და შევთანხმდით რომ 17 აგვისტოს ესე იგი დღეს 5 საათზე ახალ ფილარმონიასთან შევხვდებოდი მე იმ შენ საცოლეს მშობლები არა ყავ არა ასე პირდაპირ გაიცანი და გადაწყვეტე ცოლად მოყვანა ხო გადავწყვეტე მოდა იმანას დაგინახა და გაგიჟდა რა აი შენზე მე მგონი არ გაგიჟდებოდა მეთომ რატო გაიგებ რატო
რატომღაც? ესე რას გეტყვი? ჯერ ისიც აკითხავია, მე თუ მომეწონებოდა ეს შენი გოგო. დედა ნუ მომიკვდება გაშვება მინდოდა შენი, მაგრამ ეხლა ვხედავ რომ წდებოდი. არა, შენი გულისთვის კაცმა რისკი გასცეს. არა, ვითომ რატომ? არ ვიცი რატომ. რატომღაც? მაშინ გავიქცევი. აბა შედი ახლა ეს სანამ სულჭკვაზე ვარ. კი ბატონო. ბიჭო, მაგრამ მიცოდე, აქედანაც გავიქცევი. ეხლა ვნახოთ როგორ გაიქცევი. გაიქეცი, რატო არ გარბიხარ? მიდი, ხო? მიდი, ერთი გიყურო, რავაშ კაცი ხარ, მიდი. ალო! ჩემო შეხები. გაიქცევა ბიჭი. წნარად მოქალაქე. ალო! მოსამართლე ბეჟანასაც თხოვეთ თუ შეიძლება. შეიძლება, გისმენთ. თქვენ ახალ პაცელ ბეჟან. გაიოს გელაპარაკებით. მაპატიეთ ამ კვირა დღესო გაწუხეთ, მაგრამ არა უშავს, რასია საქმე? დიდი არაფერი, აქ ერთი მოქალაქე დავაკავეთ ჩხუბზე და თამპალო რობერტა უცენია. მაგრა უჟეშია. თვითონ თამპალო რას ამბობს? რა ვიცი, ამბობენ რომ ვერაფერსაც ვერ ამბობს. ოიცა რას ამბობს? ბიჭო, ცოცხალი ხოა? ჯერჯერობით ცოცხალია, მაგრამ ეგეთები არ ყვდებიან. შენ ჩუბათანა. ითხარი მე შეხმას მივიღებ მეთქი. უყურე მასა. ვის უყვიდი ბიჭო? ამ გაებურსა პატიცემულობეჟან. რა მინდაო? რაო და ეგეთები არ ყვდებიანო. ეს ყობა კაი ბიჭია, ხოიჩე და. რავი აბა. არა უშავს. სახლში მოგართვა თუ სასამართლოში? სახლში მომართვა რა, ხაშია? 5 საათზე სასამართლოში ჩამოვიყავ. და 10 დღით გავუშვებ ვენახში სამუშაოდ. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ რობერტა ჩივილს არ დაიწყებს. რობერტა. გაიგონე ბიჭო როგორ დამაიქცე? რობერტა დასულა პატიცემულობეჟან. რავი აბა. როგორც კი გონზე მოსულა ამდღარა და წასულა. თორე დაუბარებია აგურის სახლზე მინდივარ. გასაგებია. მას ესე 5 საათზე ამომიყავს. შენთვის პირი არ არსებო. სად მიდიხარ კაცო? მართალია, მართალს ამბობს. სულ დაგვავიწყდა დღეს კვირა დღეა. მას ესე. ამაღამ თქვენთან გაათენებთ განყოფილებაში. ხვალ ამომიყვეთ სასამართლოში. გასაგებია. გასაგებია პატიცემულობეჟან. რა მანქანა ყავს ბიჭო? საკრავი მანქანისგან ავაწყო. მე ერთ საათში ჩახვალ თბილისში. ჩავა. აი, ხომ გითხარით? მამაჩქარა, წავყონო სახლში და დაბრუნდეთ უკან. სად გაქრა ეს ხალხი?
უნდა გიჭირე. შენ კაცი გაგექცევა. რაგაცინებს. აბა ვიდი რო? ახლა ნახავთ ვინ ვიცი გაიცინებს. მაინც ასაბუთები. ესე. ხარ გაყოფილებაში მოხალ უფროსთან დანარჩენს იქ ვილაპარაკებთ. ეხლა აქედან დადისანამ ნომრები არ დამიხსენია. არ გაჩერება არ შეიძლება. მოუჩაგედან. ხანა მეთქი. ეხლა დადი. მაგას რა ჯობია? აბა კარგად იყავი გოგი. თავი არ აქვს გაძიემ. რამე ხوار გვეჭამა. შენ გერაცელა შვილო. ეხლა ცხელი ბორში საკუთარ სიდედერ მირჩევნია განა. ოჩა გაიო. ირეგი გაისაკვე გააკეთე შვილო. რაც კარგები ვარ. ქართველები ვარ. ყველაზე მაგრები კი კახელები ვარ. აი აქ მერბოდო. გააჩერე ბიჭო რა მოგივიდა აი ეგრე წადი ძმა ხარ და ხარ წავედი აი იქიდან რომ მოვდიოდი აი სწორედ იქიდან რა მიდი წიში